Სისტემა ფონდების წინააღმდეგ ამჯერად ოცნება იმ ორგანიზაციებს უტევს, ვინც ნაცემ, ნაწამებ ან დაჯარიმებულ მოქალაქეებს ეხმარება. მიზანშია ნანუკას ფონდი, ნიკა გილაურის ფონდი, პროსპერიტი ჯორჯია და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. სწორედ აქ მობილიზებული თანხებით ეხმარებოდნენ რეჟიმის პატიმრების ოჯახებსაც. ეს წუთია გადაწყვეტილებაზე განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა. უწყება ირწმუნება, რომ ფონდების ანგარიშები დააყადაღეს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის გამოძიების ფარგლებში. პროკურატურა საქველმოქმედო ფონდებს ფაქტობრივად დანაშაულის დაფინანსებასა და წახალისებაში დებს ბრალს. ის რაც დარბევისას თავდაცვისთვის არის საჭირო, ფაქტობრივად ჩაითვალა აკრძალულ ნივთად. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ეგრეთ წოდებული რესპირატორებით, სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს თემაზე, ის გვერდდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. ნანო, გისმენთ. დავიწყოთ ბოლო მონაცემებით. ამ ეტაპისთვის დაყადაღებულია 4 საქველმოქმედო ფონდი, ანუ ამ ქვეყანაში მოქმედი ყველა ის ფონდი ფაქტობრივად, რომელიც უსასყიდლოდ მუშაობს და ეხმარება ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე, თუ მის მიღმა დაკავებულ, დაჯარიმებულ მოქალაქეებსა და მათ ასევე ოჯახის წევრებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ამ ეტაპისთვის დანამდვილებით ვიცით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე ამ ფონდების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვიცით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში გულისხმობ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, 4 ფონდის დაყადაღებას ერთი მხრივ ჩართულია პროკურატურა, მეორე მხრივ კი ჩართულია თბილისის საქალაქო სასამართლო. უფრო ზუსტად, პროკურატურამ ამ ფონდების 4 ფონდის დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წამოყენებული განჩინების საფუძველზე. მე გეტყვით პირველ რიგში იმ ფონდების შესახებ, რომელთა პრინციპში შესახებაც საზოგადოებამ კარგად იცის. დაყადაღებულია ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, რომელიც როგორც საზოგადოებას კარგად მოიხსენება, ეხმარება პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, თუ მის მიღმა დაკავებულ, დაჯარიმებულ მშვიდობიან მანიფესტანტებსა და მათ ოჯახის წევრებს ფინანსურად. ასევე დაყადაღებულია პროსპერიტი ჯორჯია, რომელიც ასევე ფინანსურ დახმარებას უწევს ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ, დაჯარიმებულ მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს. ასევე დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც უსასყიდლოდ, უფასოდ უწევს დახმარებას სწორედ საპროტესტო აქციებზე მშვიდობიან მანიფესტანტებს, რომელთა შეკერილი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები წარმოებს ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოსა თუ შემდეგ ინსტანციებში. ასევე დაყადაღებულია ფონდი ერთმანეთისთვის, რომელიც ასევე ეხმარება სწორედ ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ამ პერიოდის განმავლობაში დაჯარიმებული მშვიდობიანი მანიფესტანტების ოჯახის წევრებს. ეს არის რეპრესიების მორიგი ტალღა. საზოგადოებაში, ფონდებში და ფონდებს მიღმაც მოქალაქეებმა ეს ქმედებები პროკურატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, რეჟიმის მხრიდან შეაფასეს როგორც რეპრესიების მორიგი მძლავრი ტალღა. ამ სამართლებრივ ნაწილში პროკურატურასთან შესვლას არც ვაპირებ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საბოლოოდ მათი მოლოდინით, მათი იმედით, რომ პროცესი ჩაახშოს. იმის გარდა, რომ ჩვენ ვეხმარებოდით პატიმრებს და ვეხმარებოდით ადამიანებს ჯარიმების გადახდაში, მე ყველა ფონდს მოვიაზრებ. ახლა ამის გარდა ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც ვეხმარებოდით, მას შესაძაც სტიქიაში ხელისუფლება ტოვებდა მათ და ამიტომ მათი ეს მოლოდინი, რომ რაღაცნაირად ვერ გავამართლეთ და 20 იანვრამდე საცივში არ ჩავიხრჩვეთ და შესაბამისად სახლებში არ წავედით, როგორც ჩანს არ მართლდება და ფიქრობენ, რომ აი ხა მოდით ეს ბერკეტიც გამოვაცალოთ აქციის მონაწილეებს. ერთი კარი იხურება, მეორე იღება. ვიპოვით სხვა გამოსავალს და გამორიცხულია, რომ ამან პროცესზე რამე გავლენა იქონეს. დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია. რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ. გაცნობებთ, რომ ფონდის მუშაობა შეფერხებულია, რადგან ფონდის ანგარიშს დაედო ყადაღა. ამ ეტაპზე დაუზუსტებელი ინფორმაციით ყადაღა წარმოადგინა პროკურატურამ. ასევე დაყადაღებულია სხვა ფონდები. დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ. მაშასე დაყადაღებულია 4 ფონდი. გაგახსენებთ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ 4 ფონდი ამ ქვეყანაში უსასყიდლოდ უწევს იურიდიულ თუ ფინანსურ დახმარებას პროევროპულ ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ, დაჯარიმებულ მშვიდობიან მანიფესტანტებსა და მათ ოჯახის წევრებს. საქართველოს პროკურატურამ ვრცელი განცხადება გაავრცელა ცოტა ხნის წინ. სწორედ საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო არიან ამ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიმღებები. უფრო ზუსტად, როგორც გითხარით, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიიღო პროკურატურამ
ოთხივე საქველმოქმედო ფონდის დაყადაღების გადაწყვეტილება უფრო ზუსტად ჩვენ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება ამ საქმეზე 10 თებერვალს დაიწყო ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლის ვატო შაქარიშვილის მიმართვის საფუძველზე, რომ თითქოს ეს საქველმოქმედო ფონდები, რომელთაც უკვე ყადაღა დაედოთ და შესაბამისად ეზღუდებათ ყოველგვარი ფინანსური ტრანზაქცია ამ ეტაპისთვის, არიან ჩართულები ქვეყანაში გადატრიალების მოწყობაში და საბოტაჟის მოწყობაში.